5 პრეზიდენტი და 1 პრემიერი რა ხდებოდა თბილისში 2008 წლის 12 აგვისტოს, როგორ დაიგეგმა დასავლელი ლიდერების ჩამოსვლა საქართველოში და ვინ იყო სამშვიდობო მისიის ინიციატორი. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერების ვიზიტი და ის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც მათ კრემლს საქართველოდან გაუგზავნეთ. ნახეთ ნოდარ მელაძის სიუჟეტი. ინტერნეტით 2008 წლის 12 აგვისტოს გადაღებულმა ამ კადრებმა მთელს მსოფლიოს ერთი გზავნილი გადასცა. Stop Russia. მაშინ, როდესაც გორს ჯერ კიდევ ბომბავდნენ, თბილისთან ახლოს რუსული ბომბდამშენები დაფრინავდა და ზემო აფხაზეთს რუსული ჯარი იკავებდა, რუსთაველის გამზირზე ხალხი ერთადერთი მოთხოვნით გავიდა. რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ქვეყნის მთავარ გამზირზე მთავარი ეროვნული მოტივები იყო. ისმოდა ჰიმნი და მღეროდნენ შავლეკოს. ამ დროს ბევრისათვის მოულოდნელად თბილისში 4 ქვეყნის პრეზიდენტი და 1 პრემიერი ჩამოვიდა. ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, ესტონეთისა და უკრაინის ლიდერები თბილისში ერთი მიზნით ჩამოვიდნენ. რუსული ბომბების წვიმაში გახვეული საქართველოსათვის ეთქვათ, რომ ის მარტო არ იყო. ეს არის ყველაზე უფრო დიდი უსიამოვნება, რაც მოწინააღმდეგე შეიძლება ენახა. ჩამოვიდა ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის თავმჯდომარე, ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ჩამოვიდა ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პრეზიდენტები, ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ თქვან დღეს ამ ქვეყნების თავისუფლება, ბალტიის ქვეყნების თავისუფლება წდება თბილისში. დღეს პოლონეთის თავისუფლება ხვალინდელი წდება თბილისში. უკრაინის ხვალინდელი თავისუფლების საკითხი წდება დღეს საქართველოს თავისუფლებაში. დღეს 2 საათის წინ ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა ჯონ მაკეინმა მთელი მსოფლიოს გასანახად თქვა, ჩვენ ყველა ამერიკელი დღეს ერთხმად ხაზს უჭერს საქართველოს. მაკეინმა თქვა, დღეს ყველანი ჩვენ ვართ ქართველები. ასეთ ყველაფერი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დაიგეგმა. 11 აგვისტოს ღამეს, მაშინ როდესაც რუსული ტანკების თბილისისაკენ სვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პოლონეთში საქართველოს მაშინდელი ელჩი საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივიდა. მძინარე ლეხ კაჩინსკი გააღვიძა და რუსული აგრესიის ბოლო ახალი ამბები უამბო. კაჩინსკის კოტე ქავთარაძისათვის პასუხი არ გაუწია. უბრალოდ ხელში ტელეფონი აიღო და რიგ-რიგობით მეგობარ პრეზიდენტებს დაურეკა. ყველა ზარი ერთი ფრაზით იწყებოდა: ჩვენ საქართველოს ვჭირდებით. 12 აგვისტოს დილით საპრეზიდენტო ბორტი გასაფრენად უკვე მზად იყო. თვითმფრინავი პოლონეთიდან ჯერ ლიტვაში, შემდეგ ლატვიაში, ესტონეთში და უკრაინაში დაეშვა. ყველა ლიდერი 12 აგვისტოს საღამოს უკვე კაჩინსკის თვითმფრინავში იჯდა. 254 უკვე შავ ზღვაზე იყო, როდესაც რუსულმა ბომბდამშენებმა პოლონეთის პრეზიდენტის ბორტს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალეს. შეზღუდვას კაჩინსკი არ დაემორჩილა. ფრინავებმა თვითმფრინავი აზერბაიჯანის საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ განჯაში დასვეს. 4 პრეზიდენტი და 1 პრემიერი 3 საათის განმავლობაში ბომბების კორიანტელში გახვეული საქართველოსკენ მანქანებით მოდიოდა. 12 აგვისტოს საღამოს ლიდერები უკვე რუსთაველის გამზირზე იდგნენ. ამ გამოსვლებს პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიო უყურებდა. ემოციური ფრაზების უკან პოლიტიკური ქვეტექსტები იყო. კაჩინსკიმ მაშინ ყველას უთხრა, რომ საქართველოს შემდეგ უკრაინისა და პოლონეთის ჯერიც დადგებოდა. Ci sąsiedzi uważają, że narody wokół nich powinny im podlegać. My mówimy nie. Ten kraj to Rosja. ჩვენ ჩამოვიდეთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ჩვენი ჩრდილოეთი მეზობელი ფიქრობს, რომ პატარა ქვეყნები უნდა დაებრყოს და ჩვენ ამას ვეუბნებით არა. ჩვენ დღეს ми сьогодні пролетіли багато тисяч кілометрів. ვიფრინეთ რამოდენიმე 1000 კილომეტრი. У нас була надзвичайно важка дорога до вас. ჩვენ ძალიან გვინდოდა აქ ყოფნა. Але ми знали, що ми сьогодні повинні бути тут. და ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ დღეს აქ უნდა ვიყოთ. Ми сьогодні сюди приїхали сказати вам такі слова. ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ ვთქვათ ასეთი სიტყვები. Грузія наш друг. საქართველო ჩვენი მეგობარია. Грузини наші друзі. ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. Сьогодні დღეს самі тяжкі часи для Грузії. ყველაზე მძიმე დროს საქართველოსთვის Ми говоримо, що ви маєте право на свободу.
ვამბობთ რომ თქვენ გაქვთ უფლება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. Let me reassure you that you are not alone. We are standing together for the same rights to decide our own future. Just Lithuania decided ours, that Georgia has to decide for itself too. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ არ ახართ მარტონი. ხოლო ლიტვამ ეს გადაწყვიტა თავისათვის, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ახლა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ. So, let me say this. Let's stand together, let's stand united, and the victory will be on our side. მოდით გითხრათ ასეთი რამ, მოდით დავდგეთ ერთად, ვიყოთ ერთიანები და გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება. I come from Estonia. მე ჩამოვედი ესტონეთიდან. But everyone who believes in freedom and democracy says today, me hartveli var. ყველა ვისაც წამს თავისუფლების და დემოკრატიის ამბობს დღეს, მე ქართველი ვარ. ამ ღამეს 4 პრეზიდენტი და 1 პრემიერი თბილისში დარჩა. პარალელურად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს მოსკოვთან თბილისიდან ნიკოლა სარკოზი აწარმოებდა. უკვე 13 აგვისტოს დილას, მაშინ როდესაც თბილისისაკენ მომავალი რუსული ჯარი შეჩერებული იყო, დასავლელმა ლიდერებმა საქართველო დატოვეს. თუმცა დროებით, ომიდან რამდენიმე თვეში ყველა მათგანი ისევ უკან დაბრუნდა და უკვე დეოკუპაციის მოთხოვნა ომ გამოვლილი საქართველოდან გააჟღერა.